მოგესალმებით. ვაგრძელებთ SQL მონაცემთა ბაზების შესწავლას. პირველ რიგში გეტყვით, რომ თუ წინა ვიდეო არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ, რადგან იქ მიღებული ცოდნა და იქ შესრულებული რაღაც სამუშაოები აუცილებლად დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ვიდეოში ჩემთან ერთად შეძლოთ წამოყოლა და სწავლის გაგრძელება. წინა ვიდეოს ბმულს აუცილებლად ამ ვიდეოს აღწერაშიც დავლინკავ და შეგეძლებათ რომ ნახოთ. შვენიერი, თუ წინა ვიდეო ნახეთ, მაშინ დავიწყოთ. პირველ რიგში გაგახსენებთ, რომ წინა ვიდეოში ჩვენ აი ასეთი სამუშაო სივრცე შევქმნით, გავხსენით. და ამ სამუშაო სივრცეში აი ესეთი zip ფაილი გადმოვწერეთ, რომელიც წინანდელში ფოლდერი აღმოჩნდა, სადაც ძალიან ბევრი ფაილებია. ეს ფაილები რეალურად არ გვჭირდება ამ ეტაპზე, აქედან მხოლოდ ერთი ფაილი გვჭირდება, აი ეს longlist.db, ბოდიში longlist.csv არა, longlist.db და აი ამას ავდგებით ახლა და მაუსით გადმოვათრევთ აი ამ ნაცრისფერ ცარიელ სივრცეში. ფაქტობრივად იქიდან აქეთ გადმოვიტანთ, გადმოვაკოპირებთ შიდა ფოლდერიდან, გარეთ ჩვენი სამუშაო სივრცის ნაწილში გადმოვიტანთ და მივიღებთ, რომ აი ჩვენი სამუშაო სივრცის ძირითად ნაწილში გვექნება ეს ფაილი. ეხლა რა არის ეს ფაილი? იმისათვის რომ გავიგოთ რა არის ეს ფაილი, პირველ რიგში გეტყვით ზოგადად რა ტიპის ინფორმაციის დამუშავებას ვეცდებით კონკრეტულად აი ამ ჩვენი SQL გაკვეთილების ფარგლებში. არსებობს ესეთი საერთაშორისო დაჯილდოება წიგნების ავტორებისთვის და ზოგადად იმ ადამიანებისთვის, ვინც მწერლები არიან, რომელსაც ქვია The Booker Prize. ყოველ წელს ტარდება და დგება რაღაცა სია წიგნების და მათი ავტორების და შესაბამისად აი ასეთი სიების, ყოველწლიური სიების რაღაც ერთობლიობაა, 5 წლის განმავლობაში შეგროვებული სიების ერთობლიობაა ის მონაცემები, რომლებშიც ჩვენ ასე ვთქვათ, უნდა რაღაცა манипуляციები გავაკეთოთ და ვნახოთ რა ხდება ზოგადად ამ ასეთ მონაცემთა ბაზაში. აი ეს longlist.db ზუსტად ეგეთი ფაილია, მონაცემთა ბაზის ფაილია, ფაქტობრივად მთელი მონაცემთა ბაზა არის ამ ერთ ფაილში შეკრული. და რა არის მონაცემთა ბაზა? მონაცემთა ბაზა არის, როგორც წინა ვიდეოში ვახსენეთ, რაღაცა ცხრილის ან ცხრილების ერთობლიობა, შეიძლება იყოს დაახლოებით ისეთი, როგორც მაგალითად Excel-ია ან Google Spreadsheet-ი, ხო? შესაბამისად, აი longlist.db არის SQLite-ის, ესე შეგიძლიათ თქვათ, ან SQLite. SQLite მონაცემთა ბაზის ფაილია და ჩვენ შევძლებთ, რომ ახლა SQLite-ის პროგრამის გამოყენებით გავხსნათ ეს ფაილი, ჩავიხედოთ შიგნით რა ხდება და რეალურად აღმოვაჩინოთ ის ასე ვთქვათ ბრძანებები და ის SQL ასე ვთქვათ keyword-ები და ტერმინები, რომლებიც გვჭირდება იმისათვის, რომ პირველი ნაბიჯები გადავდგათ. შვენიერი, მოდით დავიწყოთ. ეს არ გვჭირდება, გამოვრთოთ. აი longlist.db გვაქვს აქ და შეგვიძლია დავდგეთ ჩვენს ტერმინალში. და ჩვენს ტერმინალში ავკრიფოთ ასეთი ბრძანება SQLite 3 longlist.db. აი ასეთი ბრძანება და შეგვიძლია დავაჭიროთ Enter-ს. მოდით ამ შემთხვევაში გავადიდებ მე ჩემს კოდის ფანჯარას, ტერმინალის ფანჯარას. პირველ რიგში Ctrl+B-ს შეგიძლიათ დააწვეთ, ან აი ამ ღილაკს შეგიძლიათ დააწვეთ, რომ ეს გვერდითა საიდბარი გაქრეს. Ctrl+B-თაც ქრება და ასევე შეგიძლიათ დააწვეთ აი ამ ღილაკს იმისთვის, რომ ტერმინალი მთლიანად მთელ ეკრანზე გადიდდეს. და რეალურად ძირითადად ტერმინალში მოგვიწევს მუშაობა, ამიტომ ეს კარგი ვარიანტია, რომ ესე მთლიანად გავადიდოთ. ამის შემდეგ დააკვირდით რა ხდება სურათზე. მე ავკრიფე SQLite 3-ის ბრძანება, რომელსაც უთხარი, რომ longlist.db გამიხსენით, თქვა, ის ფაილი, ის მონაცემთა ბაზის ფაილი გამიხსენი, რომელსაც longlist.db ერქვა, წეღან რომელიც გადმოვაკოპირეთ. შვენიერი. და ამ დროს უკვე გაიხსნა SQLite-ის პროგრამა და ელოდება ჩემგან ბრძანებების, ასე ვთქვათ, ჩაწერას. აი მაგალითად, SQLite-ის ერთ-ერთი ბრძანება არის tables. წერტილი tables. თუ წერტილი tables დავწერთ, ეს ბრძანება გვეუბნება იმას, თუ რა ტიპის რანაირი, ასე ვთქვათ, ცხრილები არსებობს აი ამ ჩვენს მონაცემთა
ბაზაში. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ცალი ცხრილი არსებობს long list-ი. თუმცა შესაძლებელია რომ ბევრი არსებობდეს, ამას უკვე შემდგომ გაკვეთილებში ვნახავთ, როგორ შეიძლება ბევრი ცხრილები არსებობდეს და მათ ერთმანეთთან კავშირიც კი ჰქონდეთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ერთ-ერთი პირველი გაკვეთილისთვის სიმარტივისთვის არსებობს მხოლოდ ერთი ცხრილი, რომელშიც რაღაც ინფორმაცია იქნება. ერთი ცხრილი ჩათვალეთ, რომ არის მაგალითად Excel-ის ერთი შიტი ან spreadsheet-ის ერთი შიტი, ხო? მშვენიერი. და მაგალითად აი ასეთი ბრძანება რო ავკრიფოთ სქემა. სქემა არის ბრძანება, რომელიც გვეუბნება თუ როგორი სტრუქტურა აქვს ჩვენს მონაცემთა ბაზას და ამ შემთხვევაში გვეუბნება, რომ არსებობს აი ესეთი ცხრილი long list-ი. აი აქ create table if not exist და ესეთი რაღაცები რო წერია, ამას ჯერჯერობით ყურადღება არ მიაქციოთ, ნელ-ნელა ამასაც მე ვისწავლით. მაგრამ აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებობს long list-ი, რომელსაც აქვს აი ეს სვეტები. აი ეს ველები. მაგალითად ISBN-ი არის ყველა წიგნს აქვს თავისი უნიკალური კოდი, აი როგორც ყველა ადამიანს პირადი ნომერი აქვს, ეგრე ყველა წიგნს თავისი ISBN-ის კოდი აქვს. და ISBN-ის ველი აქვს. სათაურის ველი აქვს. ავტორის ველი აქვს. ნახეთ, ყველა ველს მიწერილი აქვს რა ტიპის არის თითოეული. ძირითადად ყველას ტექსტური ტიპის აქვს მიწერილი, მაგრამ მაგალითად აი იქ pages, ანუ გვერდების რაოდენობას მიწერილი აქვს, რომ ინტეჯერია, ანუ რიცხვითია, რადგან რაოდენობა უნდა შევინახოთ, ესე იგი რიცხვითია. და ასე შემდეგ, მოკლედ ეს ბევრი ველები გვაქვს. ეს საშუალებას მოგცემს, აი რადგან ეს ინფორმაცია ვნახეთ, საშუალებას მოგცემს, რომ ჩვენი select-ები, ანუ ჩვენი კითხვები, რომელიც მონაცემთა ბაზას უნდა დაუსვათ, ჩვენი მონაცემების, ანუ წიგნებისა და მათი ავტორების შესახებ, გაცილებით მარტივად მოახერხოთ და დავსვათ. ანუ ისეთ კითხვებს დავსვამთ, რაც აი ამ კონკრეტულ ველებს და სვეტებს ეხება და თუ აქ არ არის ჩამოწერილი, მაშინ ეგეთ სვეტს ვერ ვნახავთ. ანუ მაგალითად, რომელიმე წიგნის ავტორის ასაკი თუ გაინტერესებს, ესეთი ინფორმაცია ამ მონაცემთა ბაზაში, როგორც ხედავთ, არ არის age-ის შესაბამისი ასაკის შესაბამისი ველი სვეტი არ გვაქვს. მშვენიერი. მოდით ახლა ვნახოთ როგორ შეიძლება დავწეროთ ჩვენი პირველი select-ი. ამ შემთხვევაში მაგალითად მე მინდა რომ ამოვიღო მონაცემთა ბაზიდან თქვათ, არ ვიცი, ISBN-ი, ანუ უნიკალური კოდი, სათაური, ავტორი და რამდენი გვერდია აი ეს ინფორმაცია მინდა ამოვიღო long list-დან, ხო? პირველ რიგში, როდესაც რაღაც ინფორმაცია მინდა ამოვიღო, ანუ რაღაც ინფორმაცია როცა მინდა მივიღო ეს ყოველ მონაცემთა ბაზიდან, ყოველთვის ვწერთ select, აი ასეთ ბრძანებას. დააკვირდით, select-ი მე დავწერე დიდი ასოებით. ეს აუცილებელი ნამდვილად არ არის. ანუ SQL-ი არ არის case sensitive, ანუ кейსებზე მგრძნობიარე არ არის, შეგიძლიათ დაწეროთ დიდი ასოებითაც და პატარა ასოებითაც, მაგრამ ზოგადად მიღებულია, რომ SQL ბრძანებებს ძირითადად ვწერთ ხოლმე დიდი ასოებით. ზოგადი შეთანხმებაა ეს SQL დეველოპერებს და ზოგადად დეველოპერებს შორის. შეცდომა არ არის რომ პატარა ასოებით დაწეროთ, მაგრამ ზოგადი შეთანხმებაა და დაიმახსოვრეთ უბრალოდ და თქვენც ესე გამოიყენეთ. შემდეგ მე მინდა, რადგან ვიცი რომელი ველები მინდა, აი ეს ველები უნდა ჩამოვთვალო. მაგალითად მე მინდა ISBN-ის ველი, ISBN-ის სვეტი, ხო? ოკეი, ვეტყვი რომ აი ISBN-ი სვეტში არსებული ინფორმაცია მინდა. მაგრამ ასევე მინდა title სვეტიც, ანუ სათაურის სვეტიც. ამიტომ ISBN-ი რო დავწერე, შემდეგ მძიმეს დავწერ და შემდეგ დავწერ title. შემდეგ კიდევ მინდა ავტორის შესახებ ინფორმაცია, ოკეი, author. შემდეგ კიდევ მინდა pages შესახებ ინფორმაცია, გვერდების შესახებ, ოკეი, მძიმე ისევ და pages. ახლა უკვე დავასრულე ჩემი სვეტების ჩამოთვლა, 4 ცალი სვეტი ჩამოვთვალე და ახლა უკვე უნდა ვუთხრა თუ საიდან მინდა ინფორმაციის ამოღება, რომელი ცხრილიდან. ამ შემთხვევაში from, აი ესე, შემიძლია ავკრიფო, from არის სიტყვა dan, საიდან, ხო, ინგლისურში და შემდეგ უნდა ავკრიფო იმ მონაცემთა ბაზის ცხრილის სახელი, რომლიდანაც მინდა ამოვიღო ეს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში long list. როგორც გახსოვთ, აი აქ tables რო ბრძანება რო დავწერეთ, გითხრა რომ ერთიც არის long list ცხრილიაო
და ამ შემდეგ უკვე სქემა რო დავწერეთ, აი ამ long list ცხრილის სტრუქტურა გვაჩვენა. ამიტომ რადგან მე აი ეს ველები მინდა ამოვიღო, უნდა უთხრა კონკრეტულად რომ აი ამ მონაცემთა ცხრილიდან მინდა ამოვიღო. და შემდეგ ბოლოში აუცილებლად ვწერთ წერტილმძიმეს იმის მაჩვენებლად რომ რეალურად აი ეს SQL ბრძანება დასრულებულია. და შემდეგ შეგვიძლია დავაჭიროთ Enter-ს. და როგორც ხედავთ, მივიღეთ აი ასეთი შედეგი. ეს შედეგი შეიძლება მთლად ლამაზად ახლა არ გამოიყურება, ცოტა ზემოთ ავსკროლავ და აქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ რეალურად საკმარისი ადგილი არ არის ჩემს ეკრანზე, რომ 4-ვე სვეტი მთლიანად დატეულიყო. მაგრამ არ არის პრობლემა, ახლა აი ასეთ რაღაცას ვიზავ, დავაპატარავებ ცოტა ფონტს, ასე ვთქვათ, Windows-ზე Control-მინუსით ან სხვა მაკზე მაგალითად Command-მინუსით და პლუსით შეგიძლიათ ფონტი აპატარავოთ ან გაადიდოთ და რეალურად უკვე გამოჩნდა მთელი ეს 4 სვეტი, მე რაც მჭირდებოდა სრულად და აი ეს ყველა ინფორმაცია, აი თავისი ISBN-ი, ანუ ეს პირადი ნომერი წიგნებისთვის, თავისი სათაურები, თავისი ავტორები, თავისი გვერდები, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მე მინდოდა ამოვიღე აქედან. თუ ისე აღმოჩნდა, რომ მე მინდა სხვა ინფორმაცია ამოვიღო კიდევ, ხო? ამ შემთხვევაში ახლიდან შემიძლია დავწერო ჩემი SQL query. სანამ ახლიდან დავწერ, შემიძლია გავაკეთო ესეთი რაღაცა clear. ან clear აქ არ იმუშავებს ბოდიში. Control-L-ს შემიძლია დავაჭირო და გასუფთავდება, რაც აქამდე გავაკეთე, რომ არ დამიბინძურდეს ეკრანი, რომ ისევ სუფთა ფურცლიდან დავიწყო. თუ ზემოთ ავსკროლავ მაუსის სკროლით, ისევ გამოჩნდება ის ყველაფერი, მაგრამ შემიძლია აი ესე ცარიელი ფურცლიდან დავიწყო. გახსოვთ ალბათ წეღან როგორი select-ი დავწერეთ, ხო? Select ISBN title author pages from long list. Okay. ნახეთ, მე თუ მინდა რომ მსგავსი select-ი დავწერო ისევ, მაგრამ რაღაც შევცვალო ამ select-ში. შემიძლია ან ზუსტად იგივე select-ი თუ მინდა რომ დავწერო, ამისათვის შემიძლია ერთი მარტივი ხრიკი გამოვიყენო. კლავიატურაზე ზედა ისარს შემიძლია დავაკლიკო და ზუსტად ის ბრძანება, რომელიც წეღან ავკრიფე, ისევ თავისით ავტომატურად აიკრიფება, რომ ხელით არ მომიწიოს თავიდან კრეფა. და ამ შემთხვევაში მოდით ესეთი რამე გავაკეთოთ, რომ აღარ გვინდა ISBN-ი, მოდით წავუშალოთ ISBN-ი, რატომღაც და ISBN-ის მაგივრად დავუმატოთ ბოლოში წელის შესაბამისი ველი. გავუშვათ და მივიღებთ უკვე ახალ 4 სვეტს, რომელშიც ახლა უკვე წელიც შედის. და ISBN-ი აღარ არის, ხო? ანუ როგორც ხვდებით, ჩვენ თვითონ საზღვრავთ რეალურად რა ტიპის ინფორმაციის ამოღება გვინდა. მაგრამ აქ როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი არის ეს წიგნები და არ ეტევა ჩემს ეკრანზე და მე მინდა რომ რაღაც ისეთი რაოდენობა ამოვიღო, თან დაეტიოს მარტივად შევხედო და თან ყველა არ მაინტერესებს რა, მაინტერესებს რაღაც რამდენიმე მაინტერესებს, რამდენიმე ასე ვთქვათ ვარიანტი. ამისათვის ნახეთ რა შეიძლება გავაკეთო. ისევ ავკრებ ამ ჩემს ბრძანებას ზედა ისრით და შემდეგ გავაკეთებ აი ასეთ რამეს. წავშლი აქ რომ from-ი მეწერა და აი ამ ყველაფერს დანარჩენს დავტოვებ ხელუხლებლად და დავაწვევი Enter-ს. დააკვირდით? ეხლა მე რომ Enter-ს დავაჭირე, რადგან წერტილმძიმე არ მქონდა აკრეფილი, ამიტომ გადმოხდა შემდეგ ხაზზე და ისევ მაძლევს საშუალებას, რომ გავაგრძელო ჩემი SQL query. შემეძლო ისევ ერთ ხაზზე გამეგრძელებინა, მაგრამ ძალიან მიგრძელდებოდა ეს ერთი ხაზი. ამიტომ მირჩევნია შემდეგ ხაზზე გადავიდე და აქედან გავაგრძელო, თან სტრუქტურა ექნება ჩემ SQL query-ს. From long list, ანუ საიდან უნდა ამოვიღო, ეს დავწერე შემდეგ ხაზზე, ანუ select-ი დავწერე პირველ ხაზზე, შემდეგ ხაზზე დავწერე უკვე საიდან უნდა ამოვიღო. ანუ ორი განსხვავებული სტრუქტურული ერთეული აქვს ამ query-ს, ამიტომ თითოეულ ხაზზე გავანაწილებ. და შემდეგ უკვე მომდევნო ხაზზე დავწერ ასეთ რამეს limit მაგალითად იყოს 5. ნახეთ ახლა რა მოხდება. ხო, თუ მინდა რომ დავასრულო და შემდეგ ხაზებზე აღარ გადამიყვანოს Enter-ს როცა ვაწვევი, მაშინ უკვე აი დასრულ ბოლო ხაზზე, რომელსაც მე ვთვლი რომ ბოლო ხაზია, იქ უკვე წერტილმძიმე უნდა დავსვა და ეხლა რომ Enter-ს დავაწვევი, უკვე შემდეგ ხაზზე აღარ გადამიყვანს, უკვე მთლიანად აი ამ ჩემ სამივე ხაზს, როგორც ერთ ბრძანებას ესე, გაუშვებს მონაცემთა ბაზაში. დავაჭიროთ და როგორც ხედავთ, limit-ი არის ისეთი keyword-ი, ისეთი დამატებითი ატრიბუტი ჩვენი SQL query-ის სტრუქტურაში, რომელიც საშუალებას მაძლევს, რომ შევზღუდო რაოდენობა. ანუ top
რაღაცა იმით დალაგებული, რაღაცა პრინციპით დალაგებული, ამ წუთას სორტირებაზე არ გვაქვს საუბარი, მაგრამ რაღაცა პრინციპით დეფაულტად ნაგულისხმობად რაც იყო დალაგებული, იმით ტოპ 5 ამომიღო. აი მაგალითად თუ მომინდებოდა რომ გამეკეთებინა ესეთი რაღაც რომ ამომეღო ტოპ 10, ამ შემთხვევაში ავიღებდი და აქ ჩაუწერდი 10-ს. და ამოვიღებდი 10-ს. დააკვირდით იმასაც რომ რეალურად მე როდესაც მომინდა რომ ისევ წინაბრძანება ამეკრიფა, მთელ სამივე ხაზს ერთად ზედაისრით ვერ ვაკეთებ, მაგრამ შემიძლია ესეთი რამ გავაკეთო. მოდი გავასუფთავოთ თან ეს. შემიძლია ესეთი რამ გავაკეთო. წინაბრძანება ერთით წინა ხაზი მაჩვენა რომ ლიმიტი იყო. ლიმიტით ვერ დავიწყებ ჩემს სელექტს. ამიტომ კიდევ ერთხელ ზედას დავაჭირე, ზედაისარს. From-ითაც ვერ დავიწყებ ჩემს სელექტს. ამიტომ კიდევ ერთხელ ზედას დავაჭირე. Okay, select ბრძანებით შემიძლია დავიწყო ჩემი select query-ს აკრეფა, ხო? ან ეს ხაზი მაწყობს, ამიტომ დავაწვევი enter-ს. მე შემდეგ ხაზს შევარჩევ ისევ. ზემოთ ავყვები. Okay, from-ი მაწყობს. ან ზემოთ აყოლას გულისხმობ იმას, რომ თითო-თითოჯერ ვაწვევი ზედაისარს. რომელიც მომეწონება წინა აკრეფილებიდან, რომელი ხაზიც მომეწონება, იმას დავაწვევი. ან რომელიც მომეწონება, მაგრამ შიგნით რამე ცვლილება მინდა, ცვლილებას შევიტან და მე ისევ enter-ს დავაწვევი. და შემდეგ უკვე აქ limit 10. აუშვით და მივიღეთ. აი ეს სიტუაცია. ანუ რეალურად ჩვენ ამ გაკვეთილში ვისწავლეთ, როგორ უნდა ამოვიღოთ ინფორმაცია მონაცემთა ბაზიდან მარტივად, ჩამოვთვალოთ ის სვეტები, რომლებიც გვჭირდება. ნახეთ როგორ უნდა დავუკავშირდეთ მონაცემთა ბაზას, რა ცხრილებია შიგნით წერტილი tables ბრძანებით, როგორ შეგვიძლია ვნახოთ ეს, რა სტრუქტურისაგან შედგება კონკრეტული ცხრილები წერტილი სქემა ბრძანებით შეგვიძლია ვნახოთ და გვაქვს select-ი, გვაქვს from-ი და გვაქვს limit-ი. აი ეს, ასე ვთქვათ, კონცეფციები და იდეები ვისწავლეთ დღეს. იმედია მოგეწონათ. გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, დამისაბსკრაიბდეთ ამ არხზე, რომ ესეთი ვიდეოები გავაგრძელო, ძალიან მიხარია, როდესაც გვემატებიან ახალი ადამიანები და გამოხატავენ თავიანთ მადლიერებასაც და თავიანთ მოწონებას ჩვენი კონტენტის მიმართ. ეს ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, ბუსტს და ძალიან დიდ ენთუზიაზმს გვაძლევს და სულ უფრო მეტს და უკეთეს ვიდეოებს ჩავწერთ. ამიტომ გამოგვეხმაროთ მოკლედ ყველანაირი ფორმით დაალაიქეთ და გვისაბსკრაიბდით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ეს ყველი ძალიან საინტერესო რამეა და ძალიან ესე ვთქვათ კარგ და სასარგებლო თავგადასავალს გპირდებით აი ამ პროცესში. აბა დროებით.